გამარჯობათ. უპირველესად ყველას მინდა მოგილოცოთ ქართველი რაგბისტების წარმატება. ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრების დამარცხებით 1-1-ის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა. მოიპოვა ანთიმოზივერიოლის სახელობის თასი და რაც მთავარია, 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე C ჯგუფში მოხვდა ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის კონტინენტის გამარჯვებულ გუნდთან ერთად. გილოცავთ ქართული სპორტის ყველა კომაკს ამ დიდ წარმატებას. ახლა კი გადაცემის მთავარ თემას რაც შეეხება. საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ბათუმის დინამოს ახალი სამწვრთნელო შტაბი მუშაობას უკვე შეუდგა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. შოთა ჭეიშვილისა და ლევან ხომერიკის დუეტმა სტუმრად გორის დილა დაამარცხა. საერთოდ კი ბათუმური საფეხბურთო გუნდისათვის მეორე წრე წარუმატებლად დაიწყო. გუნდმა ჯერ სტუმრად წააგო სასკოსთან, ხოლო შემდეგ უშუალო კონკურენტ სამტრედიასთან. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი კობა ჯორჯიკაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. თამის ნაცვლად შოთა ჭეიშვილს უხმო. ბათუმური კლუბის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ შოთა ჭეიშვილს უკავშირდება. საქართველოს თასი, სუპერთასი და ვიცე-ჩემპიონობა. ყველა ეს ტიტული სწორედ ამ სპეციალისტის ხელში მოიპოვა ბათუმურმა გუნდმა. ჩვენ შოთა ჭეიშვილის მოწვევა გვინდოდა სტუდიაში, მაგრამ ამ ეტაპზე მან თავი შეიკავა. დღეს ვერ გეგმავდით გადაცემაში დინამოს ხელმძღვანელის ოთო ფედიჩკინის მოწვევას, მაგრამ იგი საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ამიტომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრად სტუდიაში მოვიწვიეთ დინამოს ვიცე-პრეზიდენტი მალხაზ მახარაძე. მოგესალმები მალხაზ. და პირველი კითხვა რა თქმა უნდა ჩვენს და გულში მატკივარსაც რაც გვაინტერესებს, ეს არის ბათუმის დინამოს მეორე წრეში წარუმატებელი სტარტის მიზეზი. ალბათ კლუბში იქნებოდა ამაზე საუბარი, რა იყო კლუბის წარუმატებელი სტარტის მიზეზი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეც მინდა შევერთო თქვენ მოლოცვას რეგრესტების მიერ და ულოცავ რეგრესანტ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენ გუნდს ბათუმის დინამო, იცით რომ სეზონის დაწყების წინ იმყოფებოდა შეგრებაზე ანტალიაში. მანამდე ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარა ბათუმში. და მეც მიმაჩნდა, რომ შეგრება, რომელიც ანტალიაში ადრე გუნდმა ნაყოფიერი იყო. კარგი თამაშები ვითამაშებ, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებდი ბიჭებსა და მტევრებსაც, რომ ყველაზე მთავარი მაინც არის, აი როცა შეკრების შემდეგ გადადიხარ ჩემპიონატზე. იმიტომ რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ხშირად მინახია, რომ კარგი გავლილი შეკრების შემდეგ ნაყოფიერი შეკრება და წარმატებულობა მოძრაობს ჩემპიონატში. ვაფრთხილებდი, რომ ეს ყველაზე მთავარი არის და ძალიან საჭირო თემა არის, რომ გუნდის გადასვლა ისე შეუძლია და ისე უმკივნეულოდ უნდა მოხდეს, რომ ეს შეტანებული ახალი სამუშაო თავის ნაყოფი გამოიღო ჩემპიონატში. ეს ვერ მოახერხეთ. ახლა ჩვენი მხრიდან, ტერიტორიის მხრიდან, ხარჯების მხრიდან, ყველანაირი პირველი უნდა შექმნილი ბათუმის დინამოს, იმისათვის, რომ ნაყოფიერად დაიწყო ჩემპიონატი. მაგრამ ისე მოხდა, რომ პირველი ორი თამაში სასკოსთან თბილისში, შემდეგ საში ჩვენ უშუალო კონკურენტთან სამტრედიასთან წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ გადაწყვეტილდა, რომ თავისთან შეგვეცვალა. და ჩვენ გვქონდა მაგას საუბარი პატოგობასთან და შეეხება უცივარი თავიდანვე. პირველ რიგში ჩვენ მოვიდით საერთოდ გუნდში ჩვენი ახალგაზრდა შემადგენლობა ასე ვძახით, თქვენ ჟურნალისტების საერთოდ ყველა ამის ახალგაზრდა არ ვარ, უბრალოდ გადასაზრდელი კაცია. მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები არიან ჩვენთან. რომ ის პერიოდი, რომელიც აუცილებლად საჭირო იყო, რომ გუნდში რაღაც ცვლილებები შეგვეტანა, ვერ მოხერხდებოდა იმ პერიოდისთვის. გემოვნებით შეხედავთ ლაგვიძის პერიოდს. ამიტომ ჩვენ ყველანაირი ძალა ვიხმარეთ, ყველანაირი ხერხი ვიხმარეთ, რომ ყველანაირი პირობა შეგვეცდა ყოველდღე ვინც დავხდა ჩვენ კობა ჯორჯიკაშვილის ხელმძღვანელობით საბჭოთა შტაბი და არა მარტო რაც საჭირო იყო აუცილებელი პირობები თეატრ გუნდისათვის, არამედ პირადულიც. ისეთი პირობები შევქმნით, რომ პრობლემა არ ქონდა რასაც. კობა ჯორჯიკაშვილი თქვენ ახსენებთ და მან ჩვენთან ინტერვიუში აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და რამდენად დროული იყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთვლით ყველა, მე როგორც ფეხბურთის ერთ-ერთი სპეციალისტის აზრით, საკმაოდ, რა ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრია დროული იყო, იმიტომ რომ ზედიზედ ორი წაგება გუნდისგან, რომელიც უმაღლესი ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის, დრო იყო გუნდში ცვლილების განხორციელებისა და ცვლილება დროულად განხორციელება. თქვენ როგორ თვლით? შემიძლია ჩვენ თავით გითხარით და გაგეცეთ პასუხი იმაზე, როცა თავიდანვე შეხვდით ჩვენ პედაგოგობას, როცა ჩვენ მივედით გუნდის სათავეში სამართავად, ჩვენი შეხვედრა იყო ასეთი.
რასთან გოგა ჩვენ არა მარტო ერთ-ერთი უთიერთო მე და გოგას არამედ დიდი ხანი ჩვენ ერთმანეთს ვცნობს და როდესაც ვისაუბრეთ მე მითხრა რომ არც თამაში არ წავაგებო პირველ ლიგაში მე ძალიან გამიგურდა ეს რომ ესოდა და ჩვენ დირექტორის წევრებს მაგრამ მოხდა ეს რომ ამ სიტყვის მერე მეორე მესამე თამაშს წავაგეთ ერთხელ ეს ყველაფერი გადავატარეთ ყველანაირად ვეცადეთ რომ არ შეემჩნიოდა რაღაცები რა მე მეორეს მოხდა მესამეჯერს მოხდა როცა მეოთხეჯერ მოხდა უკვე ახლა შეიძლებოდა ეს გადარებოდა ჩემი პირველ წელს 1 და 2 წაგება შესაძლებელი და დასაშვებია კი არა ბოლოს შედეგი მაინც მივაღწია ჩვენ იმ შედეგის შემდეგ რომ პირველ წელს ყოფილიყავით მაგრამ როდესაც სამა გუნდს მართლა გადასვლამოდა მაღლა სერგეის დაბრუნება უნდა და არა მარტო სატურნირო მდგომარეობას უყურებს ჩვენ რა თამაშის ხარისხს უყურებს არა რა ხარისხს თამაშობს ფერბორტის მე ჩვენ შევცვალოთ აუცილებლად ყოფილიყო ეს ნაბიჯი. კარგით, ახლა მე ვისაუბრეთ ჩვენ რომ შესაძლებელია ერთი წრეში დავუშვათ გუნდმა 1 და 2 თამაში ჩააგდოს, მაგრამ ზედიზედ 2 თამაში ძალიან ბევრია. ეს რა თქმა უნდა ბათუმის დინამოს მიზანი იყო და ალბათ რჩება უმაღლეს ლიგაში, აი ამ უმაღლეს ლიგაში გადასვლა, ან ზედიზედ 2 მარცხმა ხომ არ შეცვალა დინამოს გეგმები. არა, როგორი გაძლევათ პირიქით, იმიტომ მოვიწვია ბატონიშოთა რომ უფრო დალაგდეს გუნდი, უფრო დაწნაზეს ბიჭები და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს აუცილებლად იმ ბიჭების როლების იყვნენ და დღესარია ჩვენ გუნდში, რომ თავისი სტრული შეიტანოს იმ წარმატებებში, რომელსაც აუცილებლად ველოდები და ჩვენ დანაპიროს შევასრულებთ. შოთა ჭეიშვილს საკმაოდ ჩემი თაობის ალბათ ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს და კომაგებს ძალიან კარგად ახსოვს. საკმაოდ გამართულ ფეხბურთს ათამაშებდა ბათუმის დინამოს, ერთ-ერთი თქვენც იყავით იმ პერიოდში ბათუმის დინამოში და საკმაოდ გაჭირდა საერთოდ შოთა ჭეიშვილის დათანხმება. მე მახსოვს რომ ბათუმის დინამოს ხელმძღვანელად მწვნელად მოწყებაზე რამდენჯერმე იყო საუბარი, თუმცა ყოველთვის შოთა ჭეიშვილი ამაზე თავს იკავებდა. ეხლა რითი მოახერხეთ მისი დათანხმება მთავარი მწვრთნელის პოსტზე? ჩვენ კარგი ხნის ადრე მქონდა მე ბატონიშოთასთან საუბარი და მართლა სერტიულში უთხოვნად ასეცანდა თქვა რომ დავდგარი იყო ეს მომენტი რომ წარმოვიდოდა თორსა მოვიდოდა ეს ბათუმში კვლავ უბრალოდ ერთ-ერთი ვარ ემითხრათ ისიც შეუდა. იგივე იყო სულხან გოგიბერიძის პერიოდში, როცა ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობდა, მე ვიცი რომ მას უნდა და გუნდში შოთა ჭეიშვილის მოწყვეტა, თუმცა ჭეიშვილმა უარი განაცხადა ბათუმში ჩამოსვლა. შემდეგ ახლა რამდენიმე ხნის უკან, როდესაც შევედი, ну თქვა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, კი იყო ეს ჩემი პროფესიონალი იყო, მე ის ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ იქიდან მე ჩამოგვიყურებდა ჩვენ ეს ურთიერთობა და დიდი თხოვნით და დიდი მუდარით დავთანხმდა და წამოვიდა ბათუმში სამუშაოდ. მე მაგალითად რას შოთა ჭეიშვილის ხელში ახლა ბათუმში რომ მეაწია, მაგრამ ძალიან ლაპარაკობდით. ეს ეხება არა მარტო თქვა 90-იან წლებში საქართველოს ჩემპიონატი იყო, ეხება პირველ ლიგასაც, როდესაც სამგაკავშირო ჩემპიონატი დადებოდა. გავარდნის პირას ვიყავით, 88 წელი იყო მახსოვს. როდესაც ბატონიშოთა მოვიდა გუნდში მეორე წრეში და მეორე წრის შედეგები პირველ-მეორე ადგილი გავიყავით პირველ ლიგაში. სადაც უძლიერესი გუნდები გამოდიოდნენ მაშინ. შემდეგ როცა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო ბატონიშოთა მეტი 3 წელი იყო უმაღლესი ლიგაში საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი გუნდის მწვრთნელი. შემდეგ შეცვალა ეს ბატონმა ვალერე ჩარტიშვილმა, რომელსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა, ორი წარმატებული სეზონი, რომლის ხელში პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ტურნირებზე. შემდეგ 96 წლიდან კვლავ ბატონიშოთა დაბრუნდა. 98 წლამდე თუ არ ვცდები ბათუმის დინამოში. 98 წლამდე იყო და ყველაზე დიდი წარმატება ამ პერიოდში ჰქონდა ბათუმზე. დიახ, შოთა ჭეიშვილზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ჩვენ ძალიან გვინდა და ბათუმის ტელემაყურებლებო მისი დღევანდელ გადაცემაში მოწვევა, მაგრამ შოთა ჭეიშვილმა თავი შეიკავა და მისი მოტივი იყო ეს, რომ ჯერ გუნდმა უნდა დადოს შედეგი და შემდეგ აუცილებლად იგი მიიღებს. წინასა ლაპარაკი არ უყურს ბატონო და შოთა ჭეიშვილის ხასიათის თვისება თუნდაც ჩვენ რა თქმა უნდა არ გვწვენია ეს, იმიტომ რომ ვიცით შოთა ჭეიშვილი ხასიათისაც არის ძალიან მკაცრი და ფიზიკური, რაც ყველაზე ერთ-ერთი ხასიათის ნიშან-თვისება ფიზიკურად დატვირთვა აქვს მის ვარჯიშებს, ასე არ არის მოხდეს. ვერ დაგეთანხმებით, როგორც ფიზიკური, ესე ძალიან ტექნიკური ფეხბურთის თამაშის მომღრიარი ბატონიშოთა და თან გააზრებული ფეხბურთის აკადემია უყურე პარსელონას ახლანდელი წელი, კომაგო პარსელონას და ერთი 20 წლის უკან თამაშობდი ჩვენ ვესწრებდით უბრალოდ მაგრამ ასეთი ფეხბურთის თამაში, როდესაც აქ პარსელონა თამაშობს. ბატონიშოთა ახლა შეიშვილეს ხელმძღვანელობით. ახლა ეს შედეგები, რომელსაც ბატონიშოთას ჰქონდა, რომ ავიღეთ მეორე ადგილი ჩემპიონატში, ჯერ მესამე ადგილზე გავედით, მე მეორე ადგილზე გავედი, შემდეგ
თასი მოიპოვეთ, სუპერთასი მოიპოვეთ და ეს ბათუმის დინამოს ოქროს ხანა. ოქროს ხანა და ევროპულ ტურნირებზე ახლა ისეთი გუნდები ჩამოვიყვანეთ ბათუმში, რომ სელტიკი და ინთხოვენი, ალბათ ობილიჩთან შეხვედრა ეს პარტიზანი და რა ვიცი ახლა. ეს იყო სასიამოვნო. რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო მოგონება. მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 27 53 72. მათ შეუძლიათ დასვან შეკითხვა ჩვენი გადაცემის სტუმართან. გადაცემის სტუმარი კი ალხაზ მახარაძე გახლავთ და შევეცდებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ. ეხლა მე მინდა გითხოთ ბათუმის დინამოში ირიცხება ერთ-ერთი ადამიანი, საერთოდ ბათუმის დინამოს მე ვთვლიდი და ჩემს სამეგობროშიც თქვი არაერთხელ, რომ საკმაოდ კარგი ტრანსფერები განახორციელა მეორე წლის წინ, სადაც თავარი აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. და ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ტრანსფერი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის გაბრიელ თებიძის მოწვევა ბათუმის დინამოში. თუმცა ეს გაბრიელ თებიძე მესამე მეკარე და დინამოში. ვერ ვიტყვით, ახლა რომ მესამე მეკარი არის, ახალგაზრდა ბიჭი არის, ტაგიძე არის კიდევ ახალგაზრდა ბიჭი არის ის, მაგაზე უფროსი არის, ასაკით არის უფროსი, მიშა ალავიძე, როგორ რაღაცა იცი? კონკურენცია არის ახლა, ტაგიძე სამწუთში დრამა აქვს, ამიტომ გინდა არ გინდა მეორე მეკარედ თებიძე უნდა იყოს. ახლა ჩვენ მოვაგვარეთ ყველანაირი ისინი, მას აუცილებლად არ ქონდა არ შეეძლო თამაში ჩემპიონატში, ახლა ურიდღე რაც მოვაგვარეთ ეს პრობლემა და მგონია ასე ითამაშოს კიდეც. მაგრამ თავარი რა არის ისეთი კონკურენციაში, რომ ვინ უკეთესია და ვინ გუნდის სასარგებლო იმ კაცმა უნდა ეთამაშოს, მეკარემ უნდა ეთამაშოს. დღესდღეობით ალბათ ამის გამოცდილებით, თავისი, რა ვიცი, ყველანაირი მაჩვენებლებით, მიშა ჯობია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თებიძის, ეს ნაკრების არის, ამაზე დამოკიდებული ყველაფერი. როგორც თუ ჩავარდნექნა მიშა ალავიძეს, აუცილებლად ვიღაც შეცვლის. შეიძლება თებიძე იყოს, შეიძლება ტაგიძე იყოს. ამიტომ ასე ვერ ვიტყვით, რომ ის პირველი მეკარია დროზოვოს მიშა ალავიძე. მაგას კიდევ ერთი საკითხი მინდა გავამახვილო, რომ იმ პერიოდში, როცა ბათუმის დინამო საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა როგორც საქართველოს შიდა ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო არენაზე, ძირითად ფეხბურთელთა ბირთვს შეადგენდა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აჭარის საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები. ეხლა კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერებს ვერ დავარქმევ და ბათუმის დინამოიდან ახალგაზრდები გადმოიყვანეს, მე ჩამოვთვლი მათ. ერთ-ერთი იყო ნიკა აშბა, ბექა ჭკუასელი, დავით ნაკაშიძე, ზურაბ კათამაძე, გიორგი მამულაძე. აი ეს ახალგაზრდები გადმოიყვანეთ დინამოიდან. ესეც რა თქმა უნდა სტიმულია ამ ახალგაზრდებისათვის. ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეები არიან, დინამოური არა, ჭაბუკთა ლიგის თამაშები ნახევარსაუკუნეში. და ერთ-ერთი ნახეთ ჩვენ სამტრედიასთან ბექა ჭკუასელი, რომელმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ახლა პირველ ლიგაში არის 5 ცვლილების საშუალება არის და ამ ახალგაზრდებს მიეცემათ მე გატონიშნეთ ეს კონცეფცია, რო ვიცი, პირველ ლიგში აქცევს უბრალოდ ადგილობრივ ფეხბურთელებს განმახვილებელია, ამის დაწუნებული ვარ რა, 100%-ით. არა, ჩამოსვლები საუცილებელია, რომ ჩამოიყვანოს ფეხბურთელები, თქვა თბილისი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ ჩვენი რეგიონის მაპატიად, ახლა საუბარში ჩაგეწერეთ ჩვენი რეგიონის ინტერესებიდან, გვინდა რეგიონში ფეხბურთი განვითარდეს და ფეხბურთის განვითარების სარკე იქნება ბათუმის დინამო. აი აქედან მივლენ ბათუმის დინამოში ჩაერიცხებიან და წარმოაჩენენ საკუთარ თავს, რაც უფრო მეტი იქნება, შემდგომ ეროვნულ ნაკრებშიც წარმოჩნდება და აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ ჩვენ იმ ახალგაზრდებზე, რომ აუცილებელია ბათუმის დინამოში დაწინაურდეს პერსპექტიული ახალგაზრდები. ერთი 10 წელი იმას გეკვირთ, რომ 10 წლის განმავლობაში საერთოდ ბათუმის ფეხბურთი, რასაც ბათუმის ფეხბურთი ქვია, ჩამდგარი იყო ამ სტადიონის გამო, ყველაფრის გამო, რაც აქ მოხდება, საერთოდ თავები დაიგარდა რა ბათუმის ფეხბურთელი, რომელიც მე გაწელი იყვნენ და ნაკრებებში მაინც არიან წარმოადგენენ ჩვენი უფრო ახალგაზრდა ბიჭები, მაგრამ აი ეროვნულ ნაკრებში ხო კაიხანი არ ანერგულია პირველ ნაკრებში. ამით სასურველია მე რომ იმიტომ რომ რა გვაძლევს ჩვენ ამის თქვის იმას რა ქვია იმის რომ შეიქმნა ჩვენთან ისეთ 9 საკოლოჯი ჯგუფი ყავს ბათუმის დინამოში ადრე იყო ამაზე მინდა გადასახდელები იყო რაღაცები ყველაფერი არც ეს გადასახდელი არც ისეთი კაპიკი აღარ არის ჩვენთან შეუულებრივად ყველა ბათუმას შეუძლია და არა ბათუმასაც მოვიდა ეს საქართველოს პირველად კეთდება ასეთი რაღაცა პირველად კეთდება ასეთი რაღაცა და 9 საკოლოჯი ჯგუფი მეთორსი სტანლიპოს კვალიფიკაციური სუღალა და მგონი ეს თავის შედეგს გამოიტანეს რომლებიც რომელსაც ხაზოვდა ბატონი გელა შეერთებაზე და მგონი აუცილებლად გამოიწვევს თავის ნაბობს. ძალიან კარგი.
ხვალ გვაქვს ეროვნული ჩემპიონატის მორეგი ტურის მატჩი ხობის კოლხეთთან. პირველ წრეში ხობის კოლხეთმა წინააღმდეგობა გადაწყვეტა 2-1 დაამარცხეთ. მე მაყურებელს მინდა უთხრა რომ ხვალ მათ ექნებათ შანსი ქობულეთის ჩელე არენაზე მოვიდნენ და 15 წლის შემდეგ შოთა ჭეიშვილის გაცვლილი გუნდი ნახონ და ის სიამოვნო კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ რომ შოთა ჭეიშვილი არის ერთ-ერთი ნიჭიერი მცნელი უბრალოდ მე ასე მიმაჩნია ხალხს რას ეტყვით დღესდღეობით ახლა პირველ თამაშში გორშიც და ხვალას გუნდს გაიყვანს ბაჟა ხომერიკი მოიდანს რომ ისე თქვენ ახლა რო არ მოწოდებს მე მაგრამ ხელმძღვანელს მაინც შოთა ჭეიშვილი არა იმიტომ რომ არ აქვს მას ლიცენზია ეს მაყურებელს რომ ну ეს ორი თამაში როგორ არის ესე გადავარება მიდის გუნდისა კი გადავარება მიდის გუნდისა მაინც ახლა გადაწყვეტილებს ერთადერთი როგორც ბაჟახობერგი შოთა ჭეიშვილი და ნაბადიეთ მაგრამ განაცხადებში მაინც ჩაიწერება ალბათ ლევან ხომერიკის სახელი გვარი ჩაიწერება იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი ლევან ხომერიკის აქვს ლიცენზია და ამ შოთა ჭეიშვილს ახლა ვარ დაგიმალოთ ბატონ შოთას აქვს უმაღლესი საფეხბურთო სკოლა დამთავრებული კაიხნის უკან რომელიც თავისი ისეთი სკოლა გერა უმაღლესი სასწავლებელი იყო ტრენერებისათვის რომ მწვრთნელებისათვის უბრალოდ რომელიც თავის დროზე თელესაბჭოთა კავშირის საუკეთესო მწვრთნელები იკრებულობდნენ განათლებას და შემდეგ მუშაობდნენ ახლა 15 ქვეყანა რო ავიღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალიან ბევრი მწვრთნელი მუშაობს ვისაც დამთავრებული აქვს ეს სკოლა ახლა იმის გამო რომ მე ჩემი აზრით საერთოდ ახლა რო ტარდება სემინარები სადაც ლიცენზიები როა თქვა C B A პრო შოთა ჭეიშვილმა იქ ლექციები უნდა წაიკითხოს თვითონ ასე მგონია ბატონო გეთანხმება ეს გონია და ეს გესწრება და მე ყველაფერი გადავიდა კარგი ლიდერ სამტრედიასთან თქვენ გაქვთ 6 გოლიანი ჩამორჩენა თქვენ და მაჭახელას გაქვთ 34-34 ქულა ხვალე მაჭახელა სამტრედიას ხდება თქვენ ხობის კოლხეთს ხდებით და როგორ აპირებთ ამ თუ მაჭახელამ ხვალე მოუგო სამტრედიას ეს სხვაობა 3 ქულამდე შემცირდება კი ბატონო ეგრე იქნება ხო მე ზინას არ ამბობ საერთოდ აი ამას ვიზამ და იმას თუ დამთავრდება ისე როგორც ჩვენთვის ახლა მაჭახელა მაინც ჩვენი გუნდია ჩემი მეგობრები მაშობებს იქა ბატონი მეგობრები ერთად თამაშობდით ერთად თამაშობდი და ეს მეგობრებს ხორებაშიც და მე უგამაშებდი რომ აუცილებლად მაჭახელა თუმცა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება სპორტული თვალსაზრისით ვამბობთ გადამწყვეტი დაპირისპირება მაჭახელასათვის ეს როისაც დიახ მაჭახელას სტადიონზე მეც ვესწრებოდი ამ თამაშს საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო კორექტულად მიდიოდა თუ არ ჩავდით ერთ მომენტს როცა თუ არ ვცდები ტუღუში იყო მიიღო წითელი ბარათი ეს ბრძოლა იყო მოდმის ცენტრში საკმაოდ დაძაბული თამაში სპორტული თვალსაზრისით ეს რომელ თამაში მეუბნებით მაჭახელა ბათუმის დინამო 0-0 რომელიც 0-0 დასრულდა და მამინაშვილმა ბათუმის დინამოს მეკარემ გოლი პენალტი ხო ჩვენ შეგვეძლო აგვეგზავნა მამინაშვილის არ ეთამაშა ეს თამაში მაგრამ არ შეიძლება თორსა ითხოვს და გთხოვს შეიძლება ვათამაშო კი ბატონო შოთიკო თქვა ფაინალ თამაში როგორ უნდა უთხრა ხო არის ნათქვარი ყავს უკვე გადავეცით დროებით გამოყენებაში ასე ვთქვა ხო და ვარი ვეღარ უთხარით თორემ ეს შოთიკო მითამაშა შესანიშნავია და მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თამაშა რაც მომნახია მაგა ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში საღამოშვიდობისა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ალო გამარჯობათ ბატონ მალხაზი შეკითხვა მაქვს კი ბატონო ბატონო მალხაზი გისმენთ დათო ვარ ჩემო დამიგო თქვენი მეგობარი თუ დავდიოდი ამ სტადიონზე იცოცხლეთ აიხალეთ მაინტერესებს როდის გვეხმარება კარი ფეხბურთი მადლობა ზარისთვის ალბათ გულისხმობდა იმას რომ საკუთარი სტადიონი იქნებოდა დინამოელები კომანდები გულისხმობდა მე ასე ვიფიქრე აი როცა ახლა გავიწყე მეგიდან რომ აი უკვე ბზარდება პროექტი ჩვენ გადმოგვეცა ანგისის სტადიონი არა უფრო სტადიონები ქვია ჩემი აზრით ეს ტერიტორია სადაც პროექტი მზადდება სადაც უნდა შეიქმნას დიდი საფეხბურთო აკადემია დავარქვათ სკოლა დავარქვათ კი ბატონო ბათუმის დინამოს აკადემიის შექმნა საომალოდ გათვალისწინებული აქვს ანგისის ტერიტორიაზე სადაც იქნება 4 მოედანი თავისი ერთი სათამაშო მოედანი თავისი ტრიბუნით თავისი გასახდელებით თავისი სასწავლებელი კორპუსებით და ამის შემდეგ მე მგონი ესეც მისასალმებელი საქმე ეს უნდა მოხდეს თქვა ეს 4 სტადიონის 3 სტადიონის გაკეთება აგვისტომდე აი შემდეგ დანარჩენი ინფრასტრუქტურა უნდა მოიწყოს ეგ აუცილებლად და რაც შეეხება სტადიონს ჯერ
იძახიან რომ გამოყოფილი არის 25 მილიონი ვისაც აშენდეს ბათუმის სტადიონი, მაგრამ ჩასმული არ არის და ყველაზე ტკბილეული ის არის რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს რა. ეს გადაწყვეტილების მიღება და თანხმობანებად მთავრობა ჩვენი რესპუბლიკის მუნიციპალიტეტი აშენებს თუ არ ვწდები მუნიციპალიტეტმა უნდა ააშენოს ეს კი მუნიციპალიტეტი ჩვენ მუნიციპალიტეტის ბალანსზე ვარ და ეს რასაც ბაზაქვია და რასაც ანგიზაქვია ყველანაირად ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან რომ ეს დროზე მოხდეს და დროზე გაკეთდეს ყველაფერი. კარგი, კიდევ ერთი საკითხის შესახებ მინდა გავამახვილო ყურადღება და გულში მატკივრებს მინდა უთხრა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ ხორცილოვამ ამასინად გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამავე დროს არის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამასინად ინტერვიუში გაამახვილა, რომ აუცილებელია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდეს 16 გუნდი ფეხბურთის მასობრივობისათვის და ფეხბურთის განვითარებისათვის. მაგას როგორ თქვენ ეთანხმებით ამას თუ როგორ აესწრება? მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი საერთოდ 12 გუნდიანი ჩემპიონატის იდეანია რაც დაიწყო ეს პროექტი და წელსაც ჩემპიონატის დაწყებამდე იყო საუბარი 12 გუნდიანი, 16 გუნდიანი, თუმცა მაგალითად მომხრევა რომ იყოს ყოველთვის საქართველოს 16 გუნდიანი ჩემპიონატი რომ საქართველოს ყველა კუთხეში სადაც უნდა მოგვითხრა ძალიან უყურებს ფეხბურთი. დიახ. თან ისე მიმდინარეობს ეს 12 გუნდიანი ჩემპიონატი რომ რაღაც არ არის მგონი ერთ-ერთი მინუსი მაგას მაპატიეთ ერთ-ერთი მინუსი რაც არის 6 გუნდიანი. ეხლა დამთავრდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი და გუნდები განაწილდნენ ზედა 6-ეული და ქვედა 6-ეული. ისე მოხდება, შარშან ასე იყო, ქვედა 6-ეულის მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს უფრო მეტი ქულა ჰქონდა ვიდრე მე-6 ადგილზე მყოფ გუნდს. мотиваციაც ჰქონდა ზედა 6-ეულის მე-5, მე-6 ადგილოსან გუნდს мотивაცია დაკარგული. ბევრი არგუმენტებია. დადებითი ცდომა ფეხბურთი ესეთი სპორტის სახეობა და დიდი ფოკუსნეგობა არ ჭირდება რა ამას. კი ბატონო. იყოს 16 გუნდი, შეუძლებელი როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში ხდება და ჩადრეს ნორმალური ჩემპიონატი. მე მგონი მაყურებლისას სასიამოვნო იქნება ეს მასეთი თამაშების ყურება და ის იმ ხარეებისთვის რომელიც დაჩაგრული არიან პრინციპში ფეხბურთის მხოლოდ აი ვთქვა ესეთი გუნდებია თქვა პირველ ლიგაში და ხოთის კონკრეტი ავიღოთ ახლა ბათუმის დინამო ავიღოთ. კი ბატონო, ბევრი ახლა თქვა ეს ორი გუნდია საკმარისი მარტო რომ ველაპარაკოთ რომ არ არის მე მგონი ნორმალური. რო იყოს დარჩენილი იყოს უმაღლესი ლიგის გარეშე. ამან გამოიწვია ყველაფერი ის რომ სტადიონი აღარ აქვს ამაზე. გუნდი იმიტომ გავარდა მე ასე მგონია და ასე უმაღლესი ლიგიდან რომ სტადიონი დაინგრეთ მე მგონი რა. ეს დაბეჭდების არ ვიცი რა. ეხლა საუბარი იყო ამ მურთაზ ხორცილოვამ აღნიშნა რომ მარტვილის მერანი ახლა ბოლო ადგილზეა და შესაძლებელია სამეგრელოს რეგიონი ფეხბურთის გარეშე დარჩეს თუ ეს მარტვილის მერანი პირველ ლიგაში ფეხბურთის გარეშე ვიძახი დიდი ფეხბურთის ანუ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში არ ყავდეს გუნდი. ერთ-ერთი არგუმენტია ესეც იყო რომ ყველა რეგიონს უნდა ყავდეს უმაღლესი ლიგაში გუნდი. მასობრივობის თვალსაზრისით რა თქმა უნდა ფეხბურთი პოპულარულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოპულარული და ბავშვები და ახალგაზრდები რომ დაინტერესდეს, ამისათვის საჭირო რომ ყველა რეგიონს ყავდეს უმაღლესი ლიგაში გუნდი და ერთ-ერთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა რომ ყველა გუნდს უნდა კონდეს სახელმწიფო ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან დაფინანსება. თანასწორი დაფინანსება ნორმალური იქნება, კი მესმის თქვენ და საერთოდ მასობრივობა ეხლა ჩვენ გავაკეთეთ პროექტი ასეთი ქუჩის ფეხბურთი. რითაც მინდა ეს მასობრივობა იყოს რა ფეხბურთში. იმიტომ რომ როცა მასობრივია, იქ უფრო მეტად პატარა ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩენ. და შემდეგ ამ ნიჭიერი ბავშვი თუ მოიყვან და შენ სკოლაზე და კარგად დავარჯიშებ და ასწავლი, მე მგონი კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებ და რაც უფრო მეტი იქნება, უფრო მეც არ მომორჩევ იქიდან. კი ბატონო. კიდევ ერთი საკითხი ბოდიშ გიხდით კიდევ ერთი საკითხი, რაც არის მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, უკვე რეზო არველაძემ გამოთქვა სურვილი და ვლადიმერ გუცაევმაც გამოთქვა სურვილი. ხომ არ ყავთ ამ ეტაპზე შერჩეული ის კანდიდატი, რომლის პროგრამასაც გაცნობილი ხართ და დაუშვათ და ამ თქვენ ხომ არ ყავთ კანდიდატი ბათუმიდან ესეთი, ვინც საპრეზიდენტო რეზოსაც ძალიან ახლოს ისნო ბატონო, როსაც ძალიან ახლოს ისნო მათი ახლა პროგრამები არ გასწავლილი ვარ. შეიძლება კიდევ გამოჩნდეს ეს ადამიანი რომ იქნება ახლა ასე ორ ადამიანზე არ იქნება მგონი შეჭერებული ისა კანდიდატების სია და ახლა რო გამოყო წინასწარ ანუ არც მინდა საერთოდ მაგ თემაზე ვისაუბრო ჯერჯერობით რა. აი როცა დაალაგდება ყველაფერი და ყველა თავის პროგრამას წარმოადგენს
ვინ იქნებიან საერთოდ ეს არა ორი ადამიანი მიღებული ჯერჯერობით მონაწილეობა. იმას გამოთქვეს უფრო სწორად სურვილს. ამას დაიმატება ერთი 4 მინიმუმ მე ვიცი. რომელიც გაჭირებას არ მინდა ჯერ. ამერე შევხვდით კულუარულად იცით უკვე ეს. და ბოლოს მინდა გადაცემის პირველი ნაწილის დასასრულს მოხაზ მინდა გითხოთ ტელევიზიის როლზე ფეხბურთის განვითარებაში. ამ შემთხვევაში ბათუმის დინამო გრძნობს თუ არა ჩვენი ტელევიზიის აჭარის ტელევიზიის თანადგომას. აჭარის ტელევიზია როგორც არ უნდა აიღოთ აჭარის ტელევიზია კი თქვა მაუწყებლობს და საქართველოს და სოფლიოში არის სხვადასხვა კუთხეში უყურებენ მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა ემსახუროს ჩვენი რეგიონის და პირველ რიგში ჩვენი ქალაქის ასე დასაწყისია და თუ სპორტულად ავიღოთ და ფუტბოლნებო ასე რომ რუსები ასე რომ თქვა იმ პირველ რიგში ბათუმის დინამოს თქვა შემდეგ კობულეთის შუქურა არის ხელვაში ყველას ხო ჩემოდი სამტრედის ლოკომოტივი და ზოგი ზარს ახლა მე არ მიყურებია თქვა ტრენერბორდაში თამაშის მაგრამ რომ მითხრა რომ ასეო ცოტა კი გამიგვირდა მაგრამ აგერ თუმზანდებოდი თამაშისთვის რა ქვია და მე მგონი შეიძლება შეიძლება გავგერობას მოხდეს რაღაცა შეიძლება რა ვიცი შეიძლება ემოცია მას რაღაცა ისეთი რაღაცა გააკეთოს რომ არასწორად გაიგოს ხალხმა თვითონ და თორემ მე დაწუნებული ვარ თქვენს კომბინატურობაში და თქვენს სიყვარულში ბათუმის დინამოს. კი ბატონო. თუმცა ფაქტია რომ ორივე ქართველია ბათუმის და კათოლიკე ფეხბურთის საქმეს აკეთებთ. მე იმეც გამოვთქვა რომ ბათუმის დინამოს წარმატებული სვლა გორის დილა და მეორე წრეში დაიწყო გორის სტადიონიდან და წარმატებული სვლა შოთა ჭეიშვილის ხელში გააგრძელეს. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო ბათუმის დინამოს ვიცე-პრეზიდენტი მალხაზ მახარაძე. დაგვერდეთ მცირე სარეკლამო პაუზა და ჩვენს ეთერში საფეხბურთო თემას გავაგრძელებთ. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში 20 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. სიონი ჩიხურა, მეტალურგი დინამო, ტორპედო დილა და შუქურა მერანი განმეორებით მატჩებში გაარკვევენ ნახევარფინალისტთა ვინაობას. შეგახსენებთ, პირველ მატჩებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა. ჩიხურა სიონი 1-1, მეტალურგი დინამო 0-2, ტორპედო დილა 1-2, შუქურა მერანი 0-0. ქობულეთის შუქურა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში პირველად ასპარეზობს, ისევე როგორც მისი მეტოქე მერანი. რა შანსები აქვს ქობულეთის კლუბს და როგორ ემზადება ამ შეხვედრისათვის? ამის შესახებ შუქურას ხელმძღვანელი რეზო ჩელებაძე და სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე ისაუბრებენ. მოგესალმებით ბატონებო. გუშინ გქონდათ ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგის შეხვედრა და ჩხერიმელასთან გასვლაც სტუმრად 3-0 მოიგეთ. ეს გარკვეულწილად მოსამზადებელი ეტაპი იყო სათასო მატჩის წინ თუ როგორ? ჩვენი გეგმა გვაქვს თასისთვის არ ვფიქრობთ. უბრალოდ თასი პარალელურად მიყვებით თასის თამაშს. სტაბედის მონახევრია რა იცი რა მოხდება. პირველი თამაში გათამაშები გვაქვს 0-0. ფრეებში საერთოდ ნიჩის თამაში ყველა საუკეთესო სახში 0-0-ია და ჩვენ გაგვიმართლოს და ერთი ბურთი უნდა შევაგდოთ. მარტოს უკვე 2 გოლი აქვს შესაძლებელი. 2 ბურთი უნდა შეაგდოს და ჩვენ ვერ შევხვდით იმ დროს მარტოს ისე თავდაჯერებულად. ორი თავდამსხველი ავატყოფილ და ორი თავდამსხველი მე საუბარი მაქვს მიხეილ კაკალაძეზე და გიორგი ჩელებაძე დიახ წამყვანი გამოცემი საუკეთესო ბომბარდირია წელს 17 გოლი აქვს შეგდებული საქართველოს პირველ ლიგაში და მეორეზე ვინც არის იმას 12 გოლი აქვს შეგდებული და ეს ორი ბიჭი სიცხიანი მეორე დღეს გამოვიდნენ მინდორზე ძალიან სუსტად იყვნენ დავიმატეთ ყუტალია ძალიან სერიოზული ფეხბურთელი ლევან ყუტალია რომელიც თამაშობდა სერბეთში დიახ სარაევოს გუნდში აღებული აქვს თასი, ფინალში 2 გოლი აქვს შეგდებული, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო და უფრო მოდის. და ჩვენი იმედი გვაქვს რა, ვითამაშოთ, ნახოთ რა იქნება. ჩვენ ვფიქრობთ უმაღლეს ლიგაში შესვლაზე. კი ბატონო, თავარი მიზანი ეს არის. ეს თუ პარალელურად გავყევით, იქნება ბედნიერი. კარგი, მე გეტყვით რომ მარტვილის მერამა ეროვნული ჩემპიონატის 22 ტურის მატჩი გორის დილას უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ეს იყო პირველი ეტაპის ბოლო მატჩი მარტვილის მერანისათვის. მარტვილის მერანს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე დაასრულა პირველი ეტაპი. ეხლა გუნდები გადანაწილდნენ ზედა 6-ეულად და ქვედა 6-ეულად, მაინც მარტვილის მერანი, მაინც სატურნირო ცხრილის აუტსაიდერი.
შეუძლია. რა ინფორმაციაა სათავსო სპეციფიკიდან გამომდინარე თასი მაინც სხვა სპეციფიკისა შეიძლება ჩემპიონატში აუტსაიდერი იყოს, მაგრამ აქცენტი გადაიტანოს თასის გათამაშება. რა ინფორმაცია გაქვთ მეტოქეზე? ყველაფერი ვიცით ახლა გუნდზე არიან ძალიან გადასარჩენად გუნდის გადასარჩენად მაგათმა მოკრიფეს კარგი ფეხბურთელები აკრიფეს. შეკრება გაიარეს ანტალიაში და გუნდს უკვე ეთხოვდა სულ სხვა გუნდი იყო რომ ნახეთ ძალიან სერიოზული გუნდია და უმაღლესი ლიგაა რაც არ უნდა იყოს თამაშობენ უმაღლესი ლიგის გუნდია და ებრძვის გადასარჩენად. და უბრალოდ ძალიან ცუდად წავუვიდათ რა თითქმის ყველა წააგეს ერთი ფრეი თამაშიც მე მგონი ახლა და პირველი მატჩი და სულიერათაც ისეთი მომენტია რომ ფსიქოლოგიური მომენტია ძალიან ბევრი ქულები და აქ ჩვენ მე მგონი ჩვენაც გვაქვს სერიოზული შანსი მე ვცლი შანსებს 50% 50 ასლან თქვენი და ერთი სიტყვა გააკეთოთ ახლა ზოგადად შეიძლება ითქვას თასის თამაში მეც ყოველთვის ის არის პირველ რიგში კარგი არის რომ კოვლეჯ შუქურა მეოთხე ფინალში არის ეს გაკეთებული საქმე ასე ვთქვათ ჩავთვალოთ გაკეთებული საქმე არის ჩვენი მიზნები თვითონ კლუბის და გუნდის მიზნები ძალიან ისეთი თანმიმდევრულად მოხდა ყველაფერი გათვლილი არის ყველაფერი ძალიან კარგად დაგეგმარება გაკეთა ძალიან კარგად კლუბში პირველ წრე ჩვენ იცით რომ კარგად ჩავატარეთ მეორე წრე მე ალბათ წარმატებულად სიტყვის იქ და ვინც წავიმატეთ როგორ წავიმატეთ და მივედით აი მეოთხე ფინალამდე. ყველაფერი ხდება ფეხბურთში. ყველანაირი შეიძლება რომ ვთქვათ, რომ გავიდეთ ჩვენ და განავლახოთ ეს ბარიერი, უკვე ძალიან სერიოზული ის გვიწევს ნახევარფინალში და ყველაფერი თასის თამაში ახლა შეიძლება რომ ვთქვათ, ჩავიდეს გუნდი ძალიან მომართული არის, ძალიან კარგი სტარტი აიღო გუნდმა. ძალიან გავძლიერდეთ კარგად, ის გოლები რომელიც ჩვენ პირველ წრეში ცოტა გვიჭირდა, მეტნაკლებად შეიფსო. ის რეზულტა ის ხუტალია გუჯუადეს ხუჭვა დავიბრუნდეთ ეს ხუჭვა რომელიც ჩვენ თვალწევი გუშინდელი თამაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო ხო საუკეთესო იყო ხუჭვა გუშინდელი თამაში ასე რომ ჩვენ გვაქვს გეგმა ერთი რაღაცა ახლა კლუბში არის ესეთი რაღაცა ჩვენ არც თას იმოშვებით ვიფყვებით დინებო თავარი ჩვენი მიზანი არის რომ პლეიოფამდე მივიდეთ და უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კარგად შეუძლია რომ აი ეს აი ამ თემის გაგრძელება არის წეგან ჩვენ მალხაზისთან ვისაუბრეთ მახარაძესთან 16 გუნდა ჩემპიონატზე არის მიდის საუბარი მურთაზ ხურჩილოვამ გააჟღერა ამაზე იყო საუბარი იყო ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე საუბარი თუმცა საბოლოოდ გადაწყდა 12 გუნდა ჩემპიონატის ჩატარება ეხლა კვლავ წავიდა საუბარი 16 გუნდა ჩემპიონატზე ეს ასეც უნდა მოხდეს 16 გუნდიანი 12 გუნდიანი ჩემპიონატი ახლა ყველა უყურებთ და სასაცილოა ხანდახან 6 გუნდი იქით დარჩება 6 აქეთ პირველი სამეული იბრძვის იმაზე ჩემპიონობაზე UEFA-ზე მეორე სამეულს სულ არ აინტერესებს რა ხდება განაღდებული აქვს ანუ ინტერესი დაკარგული არავითარ ინტერესი და მართალი თქვა მურთაზის იმას წერია რომ მე-6 ადგილზე მეტი ქულა მე-7 ადგილზე და ახლა ცალსე მოხდება მე-6 ადგილზე და მე-5-ზეც ბევრ ქულას დააგროვებს მე-7 და მე-8 ადგილი 29 ქულით არიან ტორპედო ქუთაისი და ვიჯორჯია მაგინ დააგროვებს საცხო 42-43 ქულას და ისინი იქნებიან დარჩებიან 22-25-26 მაქსიმუმ თამაშების 16 გუნდა ჩემპიონატში თამაშების რაოდენობის აქ რა ხდება რა საინტერესოა ახლა ყველა რეგიონში გუნდები აჭარასში საცდაობა რა ბათუმის დინამო უმაღლეს ლიგაში არის გამოვარდა მარტვილი გამოვარდა ზუგდიდი და ვერ შევიდა ფოთი სამეგრელო მოგდა დარჩა მოგდა უმაღლესი ლიგის გარშე რჩება საერთოდ დასავლეთში ფეხბურთი აღარ იქნება რა ჩათვალე რომ ეს ასე ესენი არის სამტრედია ეს არის ბათუმის დინამო ეს არის ფოთი ეს არის ჩვენი ენით რო თქვა ქართული საქართველოში ტოპ კლუბები ყოფილი და დღესაც ასე არიან და დიდი ტრადიციების მქონე გუნდებია რომლებმაც უნდა ითამაშოს უმაღლეს ლიგაში ასლა თქვენი აზრით ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება საქართველოში 12 გუნდა ჩემპიონატმა ვერ გაამართლა ფაქტია აი თუნდაც ერთ-ერთი ფაქტი ის არის რომ მე-6 ადგილოსანს მე-7 ადგილოსანს мотиваცია იკარგება იმისა რომ ვერ იბრძვის ვერაფრისათვის ახლა ერთადერთი ახლა შანსი შემდება რომ ჩაწყობილი თამაშის რაზეც ბევრს საუბრობენ 16 გუნდა ჩემპიონატის თავისი პლუსები და მინუსები რა იქნება საერთოდ შეარი არის 12 გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოს ასე რომ ვთქვათ რა თავისუფალი არის ყველანაირი ის აქვს რა არ არის გამდიდრებული ასე რომ ვთქვათ
საქართველოს ჩვენ ჭირდება ეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება რომ რაც მეტ კუთხეში იქნება რაც მეტ იქნება კი მე ეთანხმები სპეციალისტების მოსაზრებები არ იქ ფინანსური მხარე არ მაგრამ რა თქმა მთავრობა ასლა 12 გუნდში რომ ნაწილდება ბავშვები ეს ბავშვები მე დანარჩენი პირველ ლიგაში მინდის და უმაღლეს ლიგაში განაწილდება 16 გუნდზე განაწილდება ახალგაზრდა ბიჭები რომ მოდიან ნიჭიერი ბიჭები და დიდ ფეხბურთში თამაშობენ და დაწყავა უფრო და კონკურენცია გაიზრდება რა კლუბებში კონკურენციის თამაშების რაოდენობა გაიზრდება ეს ყველაზე სტაბილური ისა რა ქვია ეს 16 გუნდიან მე მიმაჩნევ ყოველთვის მიმაჩნევ ეს აქტიურად ყველა გუნდის უმაღლეს ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილი შეათვალეთ რომ ახლა ეს სპეციალური მიმართვას მზადდება თუ როგორია ჩვენ მქონდა ყველას ერთმანეთში უმაღლეს ლიგის გუნდებს და ჩვენთანაც იყო საუბარი და ყველა თანახმა ვართ არაოფიციალური შეხვედრა მქონდა თუ როგორ ახლა და ისინიც ალბათ წამოვლიან რამდენი ფეხბურთის ვეტერანი ამდენი ფეხბურთში სპეციალურ მიმართვას მე რამდენადაც გავიგე სპეციალურ მიმართვას ამზადებთ თქვენი ფედერაციის მიმართ ხო? აუცილებლად გაკეთეთ ეს არის ვაკეთებთ და ამზადებთ. სხვადასხვა ზარდება ძალიან ნუ ფედერაციაში როგორც ვიცი ბატონ რეზოსაც ქონდა გუშინ ორი დღის უკან იყო ჩამოსულები სპეციალური მიმართვები ნუ კანონიერი მიმართვები ზარდება რესპუბლიკაში მეც და უთავარი ფედიჩკინმა ძალიან სერიოზული თემა არის და მე მომხრე ვარ და ვიცი რა ნუ რატოს ვამბობთ აი ამას ჩვენ რო ყველა კუთხეში ფეხბურთი იქნება მით უმეტეს რომ თავრობა აპირებს ამ ფინანსების გადანაწილებას და ეს ფინანსები პროგრამაზე არის საუბარი და ყველას ექნება ეს ფინანსები ყველას ექნება და უფრო საინტერესო იქნება და უფრო სტაბილური იქნება ჩემპიონატი ეს ფინანსების გამო ხომ არ კეთდება გუნდების გაზრდის რაოდენობა? აი ეს ერთადერთი ეს იქნება რა ფინანსების გამო. იმიტომ რატო იყო ეს 12 გუნდიანი? იმიტომ რომ ფაქტიურად 3-4 გუნდი იყო, 4 გუნდიც არ იყო, რომ ცოტა ასე რომ ვთქვათ ფინანსებით კარგად იყო. თბილისის დინამო იყო იქ მერე გორი წამოვიდა, მერე ეს ქუთაისის ტორპედო ერთი პერიოდი და ზესტაფონი. დანარჩენი ნუ ძალიან ისეთი აი ეს იყო ერთადერთი მიზეზი. პირველი წლის დასრულების წინ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 80% თუ არ ჩავთვლით თბილისის დინამოს ფინანსურ კრიზისგან იზრდება. თუმცა დასრულდა პირველი წრე და უმაღლესი ლიგის ყველა გუნდმა შეკრებაც გაიარდა ფინანსური კრიზისიც გადალახა. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა რომ კრიზისი არ აქვს. ახლა უჭირთ ყველა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა გუნდს უჭირს და სამთავრობო კომისია ალბათ დროზე მიუსწრებს ქართულ ფეხბურთს. კარგი ეგრეც ხო ხდება. შუქურას თემაზე ისევ დაუბრუნდეთ. მეორე წლის წინ შუქურას მთავარი მწვრთნელი შეეცვალა 74 წლის ვალერიან ჩხარტიშვილის ნაცვლად 52 წლის ბესიკ შეროზია დაინიშნა. მე მინდა გითხოთ ვალერიან ჩხარტიშვილის შეცვლა რამ განაპირობა და რამდენად გაღვიძ. რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ ვალერიან ჩხარტიშვილის დამსახურება უუწონავია აჭარის ფეხბურთში, არა მარტო ქობულეთის ფეხბურთში, არამედ აჭარის ფეხბურთის დასახელებულია საქართველოს ფეხბურთში. საუკუნის პირველ მწვრთნელად აჭარაში. და შექმნა რა გუნდი ჩამოყალიბება მისი მიიღო დაიწყო ასლანიც. აგზელა ვალიკომ და ვალიკო გაგვიხდა ცუდად. ვალერიან ჩხარტიშვილი გუმში რჩება რა თქმა უნდა. ძალიან კი გუმში გლუბის წევრი არის. მაგ ვაჩუქა რო იზღერ მის ცოცხლი და მაინც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვასოცხლოთ. თავარი სელექციონერია გუნდის ჩვენი წევრია, ჩვენი ნაწილია გუნდის და იქნება 100 წელი ცოცხლოს და სულ ჩვენ. კარგით, რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ბესიკ შეროზიას ნამუშევარი აქვს ფოთის კოლხეთში, თბილისის სპარტაკში, და რომელი ზუგდიდის რაზეგა, გლები, ზუგდიდის დინამო, ვერ კლუბებში აქვს ნამუშევარი. ვიღავს შემოყვანილი უმაღლეს ლიგაში. 4 გუნდშია ნამუშევარი. წარმატებული სხვა შეიძლება ითქვას რომ გააგრძელა. ძალიან მუშა ბიჭია. ძალიან ერთგული კაცია, ფეხბურთი კარგად შეშრომელი ბიჭია და მე ვიტყოდი დავამატებდი ბატონ რეზოს. ფაქტით სახეზეა, მოდი შეასწრო ფაქტით სახეზე 3-დან 3 თამაში ვითამაშეთ 9 გოლი გატანილი უკვე 9 გოლი აღებული, 2 გაშვებული. გუნდს აქვს გატანილი 51 გოლი. და თბილისის დინამოს 21 თამაში აქვს 48 გოლი და ქობულეთში კურას ყველა ლიგაში იქ და ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში 51 გატანილი და 13 ფოთის კოლხეთს აქვს 34 გოლი და ბათუმის დინამოს 27 გოლი აქვს გატანილი. გიორგი ჩელებაძეც მინდა ვკითხოთ ხა თქვენ შვილზე. მაგას მე ვერ ვიტყვი ასლანი ბომბარდირია აუცილებლად გიორგიზეც ვიტყვით აუცილებლად ერთოს სიტყვას იმიტომ რომ უკვე
საქმე აქვს გაკეთებული სახალხო ბიჭი არის ახლა რეზოს ვაჟიშვილი არის და სიცხული იქნება რომ ბომბარდირი არის მილი გახას რომ ის გაზდაში შენა ბომბარდირი რო არ იყოს შელებაზე გამორიცხულია ხო შელებაზე კარიბში ვერ დადგება და მცველი ვერ იქნება შელებაზე იყოს დაავადებული ასე რომ პირველ რიგში ვიტყოდი შეროზიას ერთი ორ სიტყვას ბესოზე ძალიან კარგად მოერგო გუნდს ჩვენ თანახმობლები ვართ ჩვენ მეგობრობთ დიდი ხანია მე და ბესო ერთმანეთთან ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა ხელმძღვანელობამ ბესოს მოწვევით მაბადია თასის გათამაშების წინ როცა მარტვილის მერანს ეთამაშებდით შეროზია საკმაოდ ნერვიულობდა და ისე მოუწია რომ ემოციური ადამიანია ახლა ბესოს აქვს ეს თვისებები და სხვადასხვა კარგი თვისებები ის თუნდაც რომ ემოცია ის უნდა ანახოს გადადის ფეხბურთელზე გადადის აი გუში ჩვენ ხარაგაულში თამაშიც რო ქონდა ნუ ხარაგაული ახლა არ არის ესეთი კლუბი მაგრამ თამაში 3-0 მივყავდა ნუ თელი 2 ტაიმის განმავლობაში დამუხტული ყავდა თელი გუნდი ძალიან დიდი პლუსია წვრთნელში ეს ბევრს არ აქვს ფსიქოლოგიის ფუნქციასაც ითამაშებს კი ძალიან შრომის მოყვარი ადამიანია ძალიან კარგი ადამიანია მთავარია და მე მაგალითად ვიტყოდი რომ ერთ-ერთი წარმატებული წვრთნელი არის საქართველოში და მე წარმატებას ვუსურვებ ესოს ჩვენ ერთი გუნდი ვართ ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერი მე ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება აქედან გამოდი რა შეეხება გიორგიზე ვიტყოდი კიდე ორ სიტყვას მოუმატა ძალიან კარგად ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხო მე ვიტყოდი ერთ რაღაცას რომ ყველა ასე რომ ვთქვათ ყველა თვე უმატებს მის ოსტატობას და მე ვიტყვი ამასაც რომ თამამად შემიძლია თქვა რომ იმიტომ კი არა რომ რეზო ახარი და რაღაცა რომ ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელი იზრდება საქართველოს. ძალიან გამოუცნობი ფეხბურთელი არის. გამოუცნობი ფეხბურთელი იქიდან გამომდინარე, რომ აი შეუძლია თამაში სანახაობრივ თამაში განახოს. სანახაობრივ თამაში იმ ხრივ რომ არის მომენტები, ისეთ მომენტებს არის რომ ისეთ რაღაცების გაკეთება შეუძლია. მამას ჰქონდა ესეთი რაღაცები 11 მეტრიანი დარტყმის დროს ის იმპროვიზაცია ჰქონდა კარგი და ეს რაღაც გენებშიც გამოდის და წარმატებას უსურვებ პლუს ბიჭები არის კიდე იქ გუნდში ყავს ჩვენ კაკალაძე არის კობალიანი არის ხო ჩვენ წინახაზე ძალიან საინტერესო ბაჟელი სამგამოსული ბიჭია გოლხუნი ჩამოვიყვანეს ბეგარების სხვათა შორის ახლა გამემატე ჩვენ მალანია საკითხები არის ჩვენ ახლა როგორი სიტუაცია გვაქვს ისეთი დაბალანსება არის გუნდში აბატია ზარი იყო აქ პირდაპირ ეთერში და შემდეგ გავაგრძელოთ ფეხბურთელებზე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მით უმეტეს საუბარი საღამოშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით გამარჯობათ ალო მოგესალმებით გამარჯობათ რეზო მოგესალმებით გამარჯობათ და ჯანიკო ჭინჭარაძე მოგესალმებით თქვენს სწორებს ჩემს მებს წარმატებულ ბიჭებს რასაც ქვია რომლებმაც მართლაც ქობულეთში ერთხელ და სამუდამოდ დადგა ის ჯამი რომ დღეს ქობულეთი ზეიმობს იმ ლამას გუნდ შუქურა რასაც ქვია და დღეს არის ზენითი აი სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ დღეს რაც ხდება შენი დახმარებით და შემოჯარიგო ბევრი რამე შემოგება რა თქმა უნდა მაგ ყველასთვის საყვარელი კაცის რევაშელებაძე რომელიც რომ არა რევაშელებაძე დღეს ის მდგომარეობა არ იქნება რაც დღეს ქობულეთის შუქურაში არსებობს ეს არის შემოგება თქვენი დახმარება მე მინდა თქვა ჩემი ასლანი რა თქმა უნდა მის გვერდში იგივე ჩემი ძმა მე ჯერავს იმისა რომ დღეს ქობულეთში რაც სუფევს და ის იმედი რომელიც რეზოჩელებაძეს გააჩნია აუცილებლად ასრულდება გეიხარე მე მინდა მხოლოდ მე სარგებლობ შემთხვევით და ქობულეთს გულშემატკივრებს და ფლიანად ქობულეთს ეთრამებს ხო რომ ყველა დაუბრუნდეთ ის სტადიონზე და უკომაგოთ გუნდს რომელსაც მართლა გვერდში გომაჭირდება განაჩენი ეს ბიჭანი აკეთებენ იმ ყველაფერს რაც გუნდისთვის არის საჭირო და იქ ეთრამესაც აღნიშნავ რატაც ქვია თავარი წნელი ბესო შეროზია ძალიან დიდი წვლილი არის მისი დღევანდელობა და უბრალოდ მართლაც გვერდში უდგას უკვე ეს ჩემი რეზოს და ჩემი ასლანი რა თქმა უნდა და უბრალოდ ერთი რამე არის რომ ჩვენი თავარი მიზეზი ვიმეორებთ მეცეცხლები რეზო ჩელებაძეს
მხოლოდ უმაღლესი ლიგა არის. თასი მართალსამოს ზეწოლებაზე და ყოველთვის მართალსამოს და მე რა თქმა უნდა ვსარგებლობ იმას რომ ჩემო რეზო ჩვენ შეიძლება ფინალი რომ ვითამაშოთ იქ შეიძლება ცოტა რა თქმა უნდა გასწავლებით დიდი ანგარიში წავაგოთ ჩვენი მიღწევა არ არის არაფერი გამოიწვული რა თქმა უნდა დამწუნებულა რეზო მე მოხავს ჩვენ მოვდივართ ქობულეთი სამტრედიაში და ჩვენ საქმეს ვიტყვით მადლობას გიხდით უმაღლესი ლიგა ჭირდება აჭარას ჭირდება ბათუმსაც და ქობულეთს განსაკუთრებით იმიტომ რომ ქობულეთში უფრო მეტი არის დაწყებული კეთება და უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე მე მას ბიჭების გვერდში ვარ ჩემო რეზო მადლობა დიდი ზარისათვის ასთან ჩვენ საუბრობდით ახალგაზრდა გოლკიპერზე თვალსაჩინო 16 წლის მალანიაზე არა ეს გოლკიპერი არ არის მალანია არის შემოსული ხო ჩვენ მალანია ეს საქართველოს ნაკრების ეროვნული ისა უფრო სწორად 19 ნაკრების წევრი გახლავთ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი გახლავთ ახალგაზრდები გუნდში თვითონ მასში არის კომახიძე არის ირაკლი დღეს უკვე 17 წლიანი ნაკრების კაპიტანია ის 17 წლამდე ნაკრების კაპიტანი დიდი სახელი არის კლუბისთვისა და საერთოდ ჩვენი კუთხისთვისაც რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნობა პატარა საქმე არ არის რაც შეეხება ეს ორი ახალგაზრდა ვინც დღესდღეობით აი ნაკრებით არის დატვირთული და დანარჩენი ახლა ჩვენ ჩამოვიყვანეთ უფრო სწორად სურვილი გამოთქვა ჩვენთან თამაში ცოტა ეს გასაკვირიც არის რომ მოსკოვიდან რუსეთიდან მოდიან ქობულეთში სათამაშოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ეს ორი მეგობრების ურთიერთობით არის რეზოს მეგობრები ყავს 16 წლის მეკარი ჩამოვიდა სტურუა ესეთი საქართველოს მოხალხეა დინამო მოსკოვის გაზრდილია დინამო მოსკოვის გაზრდილი არის სხვადასხვა არჩანს ურიგო ბიჭი ურიგო ნამდვილად ურიგო მეკარი არჩანს ახალგაზრდა არის მაგრამ რუსეთში გაზრდილი ისეთ რუსული სკოლა როგორი არის სამი კარიოს სკოლაზე მაქვს საუბარი აქედან გამომდინარე იქ კიდე არის ფეხბურთელები ხვედელიძე ისე სამტრედელი ბიჭი არის ფაქტიურად ჩანოვანანიძის ვაკავს უნიჭიერესი ბიჭი ძალიან ისეთი შეიკრა გუნდი რა როგორც ვიტყვიან ახალგაზრდები ასაკები არ ასებს ასე რომ თქვა ერთმანეთს რა არის 16 წლის და არ არის 30 წლის ფეხბურთელი არის 16-ის 18-ის 19-ის ესე თანმიმდევრობა არის გუნდში და ეს ძალიან კარგ საქმეს გაუკეთეს მომავალში კლუბს, იმიტომ რომ სტილი შემთხვევაში ამას არ ღალატობთ, რეზო ჩელებაძეს თვითონ აი კალენდარში 51 გოლი მაგრამ ტრამახობ მაგრამ ყველაზე თბილისის დინამოსაც 21 თამაში 58 გოლი გადანი ჩვენ გვაქვს 51 40 გოლზე არც ერთი გუნდი არა მოსული ჩვენ სტატისტიკურად დავითვალეთ და ერთ თამაში ქობულეთის შუქურასა ყველაზე მეტი გოლი გადანეს 3 გოლზე და 3 გოლზე მეტი თვითონ შეტევითი ხაზი ყოველთვის ქობულეთში 15 თამაში 51 გოლი შეტევითი ხაზი კარგი ხო ჩვენ ახლა რომ თავარი ახლა არის შევინარჩუნოთ ჩვენ სტაბილურობა мотиваციაზე შევინარჩუნოთ თვითონ ახლა ბესოზე კიდე ერთ სიტყვას ვიტყოდი რომ თვითონის წვნელია ესეთი რომ არ ეშვება აი ამ სიტუაცია არ ყოფილდება ერთი მოგებული თამაში და მეორე დღეს თქვა ვარჯიშზე ან ის ფეხბურთელი რომ მოდის უკვე ამზადებს მომავალი თამაშისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და აი ამ ჩვენ ამ რიცხვს თუ შევინარჩუნებთ კლუბში მიზანს მივახცეთ აუცილებლად თავარი არის რომ აი გავყვეთ ამ იმას არ მოვეშვათ იმიტომ რომ ძალიან ისეთი თამაშები გვიწევს უკვე ჩვენ ახლა თასის თამაშია მე ჩამოდის ერთ-ერთი ლიდერი ჩამოდის მესამე ადგილზე პროტესტ ახლა საფონდელა ჩამოდის 24-ში მე გავდივართ ალგეთთან და ამაშენი მე მომავალი განახევ ჩვენ მეორე წლის ცენტრალური მატჩი ჩვენი და ფოთის თამაში ქობული ე ბატონო ფოთში მოგებული გაქვთ 1-0 მაბატიათ კიდევ ერთი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში სამშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ დიახ გამარჯობათ მოგესალმებით ხებულიდან გადვიხეთ ბატონერეზო ბატონო ასლან მიხარია წარმატება ასე წარმატებული რომ გზანდებით ჩემორეზო ჩემოსლა ჩემოწამბანო და რა ვიცი რა ერთი სული მაქვს პლეიოფის გარეშე შეხვდეთ უმაღლეს ლიგაში და ალბათ მერი ჭირიმე დავდიოდი თბილისში ქუთაისში ჩემი ბავშვებით ფეხბურთის აღროლა და დიდი სევნები ჩამოვიდეთ უმაღლეს ლიგაში თქვენ თამაშებზე წარმატებას გისურვებთ ბატონერეზო და გელოდებით ხებულში კარგად იყავით ძალიან თბილი ზარი და
რა მინდა ვთქვა? დიახ. აი ის ბიჭი, ვინც ილაპარაკა ახლა ჩვენი უახლოესი მეგობარი ჯანიკო ჯინჯარა. გამგებლის მოადგილეა ქობულეთის უსაყვარლესი ბიჭია, უსაყვარლესი კაცია და აი ასეა განწყობილი მთელი ქობულეთი. Ძლიანად ახლა ეს თქვენი პიროვნებიდან ალბათ გამომდინარე, იმიტომ რომ გამგებაც და მთელი გულშემატკივრები როგორც მე ამძინავს მგონია, ამძინავს გუნდისთვის რაც მინდა ვაკეთო, ისე მიდგანა გვერდში. დადე თამაშოს დაგვება თბილისში. ჩვენი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ქობულეთის გამგებელმა დამავანტყოფდა ფეხბურთის სტადიონზე ნამყოფია. გია ვარშავაში დადე. დადის უკვე არ გწილდება გვერდიდან ვიცი. ყველა მთელი აპარატი წარმატება ყველას უხარია, ისევე როგორც ქართველი რაგბისტების წარმატება, წყალბურთელების წარმატება. იცი რა დამსახურება კიდე ასე რომ მივდივარ. თუ ამას მე არ ვარ შემძრომი პათხალები კაცები, თელმა ვინც ვიცნობს ყველა ვიცი, ვამბობ პირდაპირ. არ პირველი კაცის, არჩილ ხაბაძის, იმას უყვარს ფეხბურთი. ფეხბურთი რომ უყვარს, ფეხბურთის სიყვარული პირველი კაცთან ყოველთვის გადადის. კი ბატონო, კიდევ ერთი ზარია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით საღამოშუდავისა, თქვენ ტელევიზორს დაუწიეთ თუ შეიძლება, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში. საღამოშუდავისა. ბატონო რეზო, ბატონოსთან მოგესალმებით. მინდა მოგილოცოთ დღევანდელამდე მოსული წარმატებები და ცისვლაგის როგორც დიდხანს და დიდხანს. დიდი მადლობა. ჩემ ბავშვობის ზუსტება აღასრულეთ თქვენ ქობულეთში რომ ფეხბურთი ზეინობს და ფეხბურთი არის. გაიხარეთ მართალ ზამბახით. გაიხარეთ, დიდი მადლობა. თასის გათამაშებას მინდა დავუბრუნდე. თასის გათამაშებაზე 8 გუნდია, აქედან 4 გუნდია უმაღლესი ლიგის, ესენია დინამო, ჩიხურა, მეტალურგი, სიონი. რაც შეეხება ქვედა 6-ს, ტორპედო, მერანი, დილა და ერთადერთი გუნდი, როგორც აღნიშნეთ, არის ქობულეთის შუქურა. ვის მიიჩნევთ თასის გათამაშების ფავორიტად ახლა? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გუნდი იქნება თბილისის დინამო. ეს ფავორიტი თბილისის დინამო. ჩვენ თუ არ მოუგებთ რა. თბილისი. და მეორე ქობულეთის შუქურა. ფავორიტი რანჩი რა თქმა უნდა. ყველა ვისაც ელოდებიან, ხო იცი, იმან გამოყვეს. კი ბატონო, თასის გათამაშების სპეციფიკა ასეა ყოველთვის. თასის თამაში ყოველთვის შუქურასაც საკმაოდ კარგი გუნდი აქვს, საკმაოდ კარგი დაფინანსებაც აქვს. გორის დილას ფინანსური პრობლემია, გუნდი ფაქტობრივად მეორე წლის წინ თავიდან შეიქმნა და არ ვიცი გორის დილას. იცი რა არის რეზო, მაგი ახლა 3 და 4 წლის გუნდები არიან ესენი. ჩვენ ვართ 1 წლის გუნდი. ამაზე ხო არ აქვს მნიშვნელობა, 1 წლის უკან შეიქმნა ეს გუნდი, ასე რომ ვთქვათ რა, ეს გორის დილაზეა საუბარი. მე ვლაპარაკობ ქობულეთის შუქურაზე. აი ეს გუნდები უკვე მე-5 მე-6 წელი ერთი შემადგენლობით თამაშობენ და შეთამაშება და ჩვენ შარშან დავიწყეთ აი ამ გუნდის შედება და გაძლევ გარანტიას რომ ვიბრძოლებს იმდავი ევროტასებისთვის. გავარდნიზავებს. ამის იმედი აუცილებლად გვაქვს და 20 მარტს გაიმართება. თუ ამოვაგდოთ. შევალთ უმაღლესი. კი ბატონო, აუცილებლად ჩვენ და გულშემატკივრებს ამის იმედი გვაქვს 20 მარტს. საქართველოს დავით რეფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მატჩი გაიმართება ქობულეთის შუქურა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე. მარტვილის მერანს და დაუპირისპირდება, შეგახსენებთ რომ პირველი მატჩი ამ გუნდების დასრულდა 0-0 და მე გულშემატკივრებს ქობულეთის შუქურას გულშემატკივრებს მოუწოდებ რომ მოვიდნენ სტადიონზე და უქომაგონ ქობულეთის გუნდს. მატჩი ხდება 3-ის ნახევარზე. 3-ის ნახევარზე, კი ბატონო, მე შემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქობულეთის შუქურას პრეზიდენტი რეზო ჩელებაძე და სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე. ამით ჩვენი გადაცემისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ჩვენ ერთი კვირით ტოპ შოუ სპორტი, ერთი კვირით თქვენ მშვიდობებად, ნახვამდის კარგად სანდებოდეთ.